თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვის ადრე ოპოზიცია ისევ აცხადებს, რომ მათთვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ამ დრომდე არჩევნებში მონაწილეობაზე კატეგორიულ უარს აცხადებს კოალიციას ცვლილებისთვის და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა, ხოლო დადასტურებულად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტია გირჩი ემზადება. გადაჭრით არჩევნებში მონაწილეობისთვის მზადებას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ პარტიები გახარია საქართველოსთვის და კოალიცია ლელო ძლიერი საქართველო. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით ორივე პარტიას რეგიონებში არჩევნების სამზადისი უკვე დაწყებული აქვს. ჩემს სულერთია მიიღებენ თუ არა, უბრალოდ გამეხარდება თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, იმიტომ რომ მეტ ადამიანს გავიყვან საკრებულოში, თუ მიიღებენ, ამას არა უშუალოდ კონტროლში რაღაც ტიპის კონკურენცია იქნება და შეიძლება საინტერესოც იყოს უფრო პოლიტიკური ცხოვრება. მთელი ეს ეგრეთ წოდებული პროდასალური 4, 5, 9 და 5 პარტიები ძალიან შიშები არიან ზოგადად პოლიტიკურად და ვერ ბედავენ კაფე ოპოზიციები დააფიქსირონ თუ დააკვირდება ამორჩეული ყოველთვის სატყზელობით ლაპარაკობენ. კითხვას უსვამ ნებისმიერს ვინც ფიქრობს ამ არჩევნებში მონაწილეობას, აგერაი მეგობარ აქ სიაში პირდაპირ წერია რომ კალანდარიშვილი და ის მეორეს გვარი დამავიწყდა სავარაუდო სანქცირებ ჯავახიშვილი უნდა დასანქცირდნენ. ეს ხალხი მართავს ეხლა საარჩევნო ადმინისტრაციას. რანაირად წარმოგიდგენიათ ამ პირობებში თქვენ არჩევნებში მონაწილეობა? განსხვავებით სხვა პარტიებისგან არაფერი არ დაგვიმალავს. პირდაპირ ვამბობდით და ვამბობთ, რომ რა თქმა უნდა ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის და ამ ხრივ არაფერი არ შეცვლილა. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი იმისა, რომ ოქტომბერში ჩატარდება როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ასევე ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. თუმცა ნახოთ, ამას გვაჩვენებს დრო, როცა ვამბობთ, რომ ემზადებით არჩევნებისთვის, ახლა ეს მზადება ბუნებრივია გულისხმობს მუშაობას ჩვენს რეგიონულ შტაბებთან, რა არის ამაში გასაკვირი. ჩვენ თავს როგორ მივხედავთ, მივიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რის მიღებად ჩვენ გვსურს. რაც შეეხება იმას, რომ რეგიონში რატო დადის პარტია, მივეორებ, ამ კითხვის დასმა არის ანომალია. პარტია უნდა იყოს სულ რეგიონშიც, ქალაქშიც, სოფელშიც, დაბაშიც, მაგისთვის არსებობს პარტია. ჩვენ არც ერთი დღის განმავლობაში ეგშობა არ გაგვიწყვეტია. არანაირი საუბარი არ იყო მაშინ არც თვითმმართველობის არჩევნებზე არაფერზე. ჩვენ ეს შრომა არ გაგვიწყვეტია და მეორე, ჩვენ ხო ეხლა ყველანი ერთად ვამბობთ, რომ ახალ საპარლამენტო არჩევნებს უნდა მივახციოთ. რო არ ჩანიშნულა, აი რო ჩაინიშნება, 2 დღით ადრე ხარ დავიწყეთ მზადებას. ჩვენ წინ დახედული პოლიტიკური პარტია ვართ, გვინდა რომ ვიყოთ ფორმაში და ვიქნებით ფორმაში. თქვენი ხარ აგონიათ, რომ თაღლითების ხაზარაძის პარტია ფულს გამოყოფს სავარაუდო არჩევნებზე, რომელიც იცის რომ არც დაინიშნება. რა თქმა უნდა, სადაც ისინი ფულის ხარჯვას იწყებენ იმ არჩევნებისთვის, რომელიც იციან ნამდვილად რომ ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ეს ერთი და მეორე, ხა არ ვიცი, ეს ქვეყანა მე მგონი დიდი არ არის, პატარა არის, ყველას იცნობს რომ ვამბობთ, ხა ამაში იგულისხმება რომ ინფორმაციები ძალიან საჯაროა, მით უმეტეს როცა საქმე ეხება მთლიანად საქართველოს რეგიონებს და ამას ვერ დამალავს ადამიანი, რა დავალებები მისდით, რითი არიან დაკავებული, ემზადებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და თავის ამორჩევლებს ატყუებენ, რომ არიან დიდი რევოლუციონერები და ახლა ამოაყირავებენ საქართველოს ისტორიას და ასე შემდეგ. ამიტომ მინდა რომ მათ სამორჩეველმა ლელოს და პარტია საქართველოსთვის გულისხმობ, იცოდნენ რომ და მათ შორის სხვა ოპოზიციურ პარტიებმა მათაც უმალავენ სავარაუდოდ, იცოდნენ რომ ეს ორი პარტია გამალებით ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ეს აბსოლუტურად უმნიშვნელოა ჩვენთვის და ქართული საზოგადოებისთვის, ისინი მიიღებენ თუ არ მიიღებენ. მიიღებენ დამარცხდებიან, არ მიიღებენ, ისედაც გაუქმდებიან. მიღება ვაია და მიუღებლობა ვუია, მაგრამ იმისი საშუალებაც არ აქვს, რომ ან ვაი აირჩიონ და ან ვუი. ეს არის მათ პატრონებზე დამოკიდებული, პირდაპირ თქვა უგულავამ და ასევე ბევრმა ნაცმოძრაობის ლიდერმა, რომ ჩვენ მოგვიწევს უცხოელებს დაუჯეროთ, თუ კი ისინი გვეტყვიან, რომ მიიღეთ მონაწილეობა, მერე მოგვიწევს, რომ მივიღოთ მონაწილეობაო. აი, წარმოიდგინეთ, ამის საშუალებაც კი არა აქვს, რომ ცუდსა და უარეს შორის არჩევანი გააკეთონ.